სიზმარი ვნახე. სიზმარი. თითქოს მეფის კარზე მუშაობდი სტილისტად. წარმოიდგინე, ჩემი სალონი მქონდა. მეფის მსახურებს ჭრიდით მას. ხო დავჭრიე ახლა ერთ მსახურს ასეთ მას და ასე მითხრა მეფე გიბარებსო. აი მე დავყარე ყველაფერი მიყავ-ხანდი მეფესთან. რაკნა მეფემ შემომთავაზა ხოხობზე ნადირობა. რა თქმა უნდა გავყევი. წარმოიდგინე. ძალიან ბევრი ვიარეთ, აი ძალიან დავიღალე მუხლებში მიზის შევარდენით, ჩემი საყვარელი კოკო. აფრინდა ხოხობი. აფრინდა თუ არა კოკოს ვეუბნები, კოკო, მიდი, ეძგენე. კოკოც აფრინდა ჩარჭო, ჭყალები და სადღაც ჩამოსვიდნენ. როა მიტყდა ტირილი. ტირი მოვთქვა, დამიბრუნეთ ჩემი კოკო, დამიბრუნეთ ჩემი კოკო, ხო და მაწყნარებენ ახლა მსახურები იქიდან მონადირები იქიდან მეფე. მივედით ახლა იმ ადგილას და რას ვხედავ? ორივე ჩამოვარდნილა და ჩავარდნილა პირდაპირ ბუღარე წყალში. გენიალურმა იდეამ დამარტყა. ამ წყლისგან მე ყავა უნდა გავაკეთო მეთქი. დამცინეს აქედან იქიდან დამიწყეს, გაჩერდი გიჟია ეს გააჩუმა ყველა მეფემ და ასე თქვა ბრძანებ. დღეიდან ამ ადგილას რომას მე ამას დრაივი უნდა გაიხსნასო. მერე გამეღვიძა. რამე მცენარეული დამამშვიდებელი რა დალიო. განადგურებ ესე ფსიქიკას. რა გინდა გოგო, ასეთი პოზიტიური სიზმარი მოგიყევი ამ წამს.